Assalamu alaikum wa rahmatullah. შეიძლება თუ არა მუსლიმი ადამიანისთვის რომ აღნიშნოს ახალი წელი. არ შეიძლება მუსლიმი ადამიანისთვის მაგის აღნიშვნა, მაგრამ ჩვენ აღვხსნით რატომ? შუამავლამ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, მუსლიმ ადამიანს აქვს მხოლოდ და მხოლოდ ორი დღესასწაული. ეს არის იდულ ფიტრი და იდულ ადჰა, ანუ ყურბან ბაირამი და რამადან ბაირამი. მაგით როცა ადამიანი მუსლიმი აღნიშნავს სხვა დღესასწაულებს და ასე შემდეგ, ეს ინამდეგება მის ბრძანებას. მე არის ჰადისი, სადაც შუამავალ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, და ეს ჰადისი მაშალა მოვისმინე წინა ჯუმაზე, ხოჯა მაშალა ძალიან კაი ვაიზი თქვა, ალლაჰ მაგათ ბარაკა მისცეს. მან თაშაბაჰა ბიყაუმინ ფაჰუვა მინჰუმ. ვინც დაემსგავსა ხალხს, ის არის მაგათგან. ანუ როცა ადამიანი ემსგავსება სხვა ხალხის მათ დღესასწაულებს, ულოცავს და ასე შემდეგ, ითვლება რომ არის მაგათგან. ეს არის იგივე რომ ადამიანი აღიარებს მაგათ დღესასწაულებებს, როგორც მაგათი რელიგიურ დღესასწაულებს არ შეიძლება მუსლიმისთვის რომ მოულოცოს სხვა რელიგიის დღესასწაულები, ანუ მაგათი დღესასწაულები, ეს იგივე რომ მაგას აღიარებს. და ეს არ ნიშნავს, ეს არის შეურაცხყოფა. არავითარ შემთხვევაში, არ ნიშნავს რომ შენ ლანძღავ სხვა რელიგიის, უბრალოდ შენ გაგშენი რელიგია, რომელიც შენ უნდა მიყვე. და უცნაური ის არის რომ რამოდენიმე დღის წინ შემთხვევით ვიდეოს არის ერთ-ერთი მამაო, მართლმადიდებელი მამაო იზახის რომ კითხეს მაგას რომ შეუძლია თუ არა რომ ქრისტიანმა მიულოცოს მუსლიმს მის ანუ დღესასწაულს და თქვა რომ არ შეიძლება. და ეს არ ნიშნავს რომ ადამიანი ლანძღავს მის რელიგიას, არა, უბრალოდ ადამიანს აქვს თავისი რელიგიის პრინციპები და ასე შემდეგ. ეგ მეორე ან მესამე და მეოთხე უნდა ვთქვათ რომ წავიკითხოთ და ვნახოთ საიდან წამოვიდა ახალი წელი და ასე შემდეგ, რა ურევია ახალ წელში, ჩვენ ვნახოთ რომ მან არის შერეული ძალიან ბევრი კერთთაღმიცომლობის რიტუალები. და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ის არის, როცა უჩინარ პიროვნებას თოვლის ბაბოს თხოვენ რაღაცას, დუას უკეთებენ და მეხმარე მაჩუკე ეს და მაჩუკე ის, თავის ბავშვებს ზრდიან მაგაზე და ზოგი არის ზრდასრული ადამიანიც, ვინც მაგის სჯერა. ვიღაც უჩინარი არსება არის, რომელსაც ესმის ჩვენი და ეს არის დიდი ურწმუნოება, ეს არის თანაზიერი შექმნა ღმერთისთვის, როცა ადამიანს სჯერა რომ ვიღაც არსებას ესმის შენი, როგორც ღმერთს ესმის შენი. ანუ შენ აძლევ ღმერთის ატრიბუტებს, აძლევ ამ პიროვნებას. მე ის თქვათ რომ არანაირი მან ახალ წელში არ იყოს ეგეთი რაღაც რიტუალები და ასე შემდეგ. უნდა დაფიქრდეს მუსლიმ ადამიანი უნდა დაფიქრდეს რომ პირველ რიგში თუ შეიძლებაოდეს რაღაცა სხვა დღესასწაულებს აღნიშნა, უეჭველა შუამავალი მუჰამედ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ აღნიშნავდა ჩვენთვის მაგალითად ბადრის ბრძოლის მოგება. იმიტომ რომ როგორც ალიმებმა და სწავლებლებმა თქვეს, ბადრის ბრძოლის მოგება არის ყველაზე დიდი მიზეზი იმის რომ დღეს ყველანი ვართ ჩვენ მუსლიმები და ეს ისლამის მოგება იყოს სინამდვილეში. მაგას დიდი სასიხარულო რა უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ ვერ დავინახავთ რომ შუამავალი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ან მისი მოწაფეები, ან პირველი სამი თაობა, 4 იმამი და ასე შემდეგ სხვები რომ აღნიშნეს ეს დღე. მაგას ვერ დავინახავთ. მე უნდა დავამატო მაგას რომ ზოგი ხალხს გონია რომ რა მუსლიმები ძახიან რომ არ უნდა აღნიშნოს ახალი წელი, ის ნიშნავს რომ მუსლიმანებს სიხარული არ უყვას ან კაი დროს გატარება არ უყვას და ეს ძალიან დიდი წყვილი. აჰამდა ჩვენ გვიყვარს კაი დროს გატარება და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ჩვენ მიზეზებს, ანუ ისლამური მიზეზი, ანუ ჰალალი მიზეზით. არ უნდა იყოს ჩვენი მიზეზი, შეგროვების მიზეზი რაღაცა, ანუ ჰარამი და ასე შემდეგ. ნებისმიერ დროს შეუძლია ადამიანს შეგროვდეს თავის ხალხთან, კაი დრო გაატაროს, თუ უნდა ყოველდღე. თუ უნდა ყოველდღე გახდეს თავის დღეს ახალ წელს, ანუ იმას გულისხმობ ხანდახან ახალ წელს რო ხდება ადამიანი, იმ განზრახვით აკეთებს რომ აი ხა მე გამოსწორდები. всё მოვიდა ახალი წელი, მე ხა ახალ წელს მივიღებ გამოსწორებით და ასე შემდეგ. მუსლიმი ადამიანი უნდა ყოველდღე იფიქროს მაგაზე. როგორც კი გაიღვიძა უნდა თქვას ალჰამდულილlah ღმერთო მე მოვცა კიდე ახალი დღე, აი ხა მე გამოსწორდები. მე უფრო უკეთესი გავხდები ღმერთის მიმართ, ჩემი ახლობლების მიმართ, ჩემი ოჯახის მიმართ და ასე შემდეგ. მაგაზე უნდა იფიქროს. ალლაჰ მათ ყველას ბარაკა მოგცეს მებო. ასალამუ ალეიკუმ.